2015 წლის 26 ივნისიდან 1 აგვისტომდე საქართველო მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. ქალაქ მარნეულში ოლიმპიური ჩირაღდანი 3 ივნის 18 საათსა და 30 წუთზე შემოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარდა გრანდიოზული კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით მოეწყო ახალგაზრდების ფლეშმობიც. რის შემდგომაც დაიწყო ჩირაღდნის ესტაფეტა ქალაქში. ადგილობრივი შემოქმედებით ჯგუფების მონაწილეობით კი გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ღონისძიება დასრულდა საქველმოქმედო აქცია კონცერტით, რომლის ორგანიზატორები იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მმართველობისა და საქველმოქმედო ფონდ იმედის ხელის წარმომადგენლები. აღნიშნული აქცია კონცერტი გაიმართა მარნეულის მკვიდრი ორი მოზარდის, ჯულიეტა ბრეგვაძისა და ომარ ახვერდიევის დასახმარებლად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის გამოჩენილმა და დამწყებმა მომღერლებმა, ასევე კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა. ეხმარება უსასყიდლოდ ყველა ნაბიჯის გადადგმაში, გვიგანატურში. დღეს შემოსული თანხა გადაერიცხებათ ორ ახალგაზრდას, ერთი არის ორივე მარნეულის მკვიდრია, ერთი არის აზერბაიჯანელი, მეორე ქართველი. სრულად გადაერიცხებათ ამ ორ ახალგაზრდა მოზარდს ეს თანხები რაც შემოვა დღეს. დამატებით ვისაც სურვილი ექნება ძალიან გთხოვთ ამ ადამიანების სახელით, რომ გამოვაქვეყნებთ ჩვენ კონცერტზეც გავიმეორებთ კიდევ ანგარიშის ნომრებს, კიდევ გამოვაქვეყნებთ საქველმოქმედო ფონდ იმედის ხელის საიტზე ამ ანგარიშის ნომრებს, ვისაც სურვილი იქნება შეუძლია გადაურიცხოს თანხა, რომ დავიხმაროთ ამ ადამიანებს და გადავარჩინოთ. მარნეული მე-5 მუნიციპალიტეტია ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც ოლიმპიური ცეცხლი ჩამოვიტანეთ. იცით ალბათ, რომ 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით თბილისში ტარდება ახალგაზრდული ოლიმპიადა, სადაც 59 ქვეყნის 3800 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოში არასოდეს არ ჩატარებულა ასეთი ფართო მასშტაბური სპორტული ღონისძიება და ამ ღონისძიებაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ის არის, რომ ამ ღონისძიების დამთავრების შემდეგ საქართველოში დარჩება უამრავი ახალი აშენებული მოედანი, სტადიონი, აუზი, რომელიც ივარჯიშებენ ჩვენი ახალგაზრდები იმისთვის, რომ უამრავჯერ ასახელონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ გილოცავთ ყველას მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. დღეს ისტორიული დღეა მარნეულში, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლი იმყოფება მარნეულში და ღამეს გაათევს აქ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი დღესასწაული დღეს აღნიშნავთ მარნეულში. ხედავთ რომ აგერ ძალიან კმაყოფილია ახალგაზრდობა, შეკრებილია ხალხი ძალიან. ჩვენ საზეიმო კონცერტს ჩავატარებთ, შემდეგ იქნება საქველმოქმედო კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში მიმდიოდა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები და მთელი დღე დატვირთული იყო და ვეღებებოდით ოლიმპიურ ცეცხლს და ასევე მთელი ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ კონცერტს და მხიარულობას. ეს ძალიან ისტორიული ფაქტი არის და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეს უშუალო წარმატებები და გამარჯვებისაზე სიარული. გილოცავთ ოლიმპიური ცეცხლის მარნეულში შემოსვლას. ეს დღე ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენაა. როგორც იცით, ახალგაზრდული ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს საქართველოში და ეს ფაქტიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მარნეულში ამ ღონისძიების ჩატარება. როგორც ვხედავთ, არის საქველმოქმედო და ჩვენთან არის მარნეულში ორი ბავშვი ესეთი, რომელიც დაავადებული არის დაავადებებით და
კარგია ძალიან თან გავერთობით და ყველანაირად კარგია. უფრო განვითარდებით ამ ხრივ და მარნეულისთვის კარგია. სოფელ ტაზაკენტის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათ 2 თვეზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით 1000-ზე მეტი ხელმოწერა სახალხო დამცველის ოფისში მიიტანეს. პრობლემის მოგვარების თხოვნით კი ადგილობრივ თვითმმართველობასაც მიმართეს. მათი თქმით, საკითხზე ჯერჯერობით არც ერთ მათგანს რეაგირება არ მოუხდენია. წყალმიწოდების შეწყვეტის მიზეზად ისინი დავალიანებას ასახელებენ. მათივე თქმით, თანხა გადაიხადეს, ხოლო აკრებილი თანხის გაფლანგვაში ნიზამი ალიევს ადანაშაულებენ. აღნიშნული პიროვნების ჩაწერა მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა. რამდენიმე თვეა წყალი არ გვაქვს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ზაფხულია, დაბანვა და სისუფთავე გვესაჭიროება. როგორ შეიძლება უწყლობა ამ პერიოდში? ამბობენ, რომ დავალიანების გამო არ გვაქვს წყალი, თუმცა ჩვენ ყოველთვის თავის დროზე ვიხდით. ეს რუსთავის ხაზია, ახლა იგი ჩაკეტილია და წყალი არ მოგვეწოდება. ჩვენ იმის საშუალება არ გვაქვს, რომ სასმელი წყალი ვიყიდოთ, ძალიან ვწვალობთ, უწყლობით ვკვდებით. ვითხოვთ, რომ საერთო მრიცხველის ნაცვლად ინდივიდუალური მრიცხველები დაგვიყენონ და ქვითრის მიხედვით გადავიხდით დავალიანებას. ფულის გადახდის პრობლემა არ გვაქვს, მთავარია წყალი მოვიდეს. ჩვენც ადამიანები ვართ, ფულს კრებენ, იმ ფულით ქეიფობენ და მერე ამბობენ არ გადაგიხდიათო. ვის უნდა მივმართოთ აღარ ვიცით. მე პენსიონერი ადამიანი ვარ. პენსიით ვცხოვრობ, წყალს ვყიდულობთ. წყალში ვიხადო ფული თუ თავი ვირჩინო. 2 თვეა ონკაზე წყალი არ მოსულა. ასე როდემდე უნდა ვიყოთ? საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გააკეთა. ზაური ტაბატაძის თქმით, წყლის ხაზი რუსთავს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, ისინი კომპანიასთან შუამდგომლობას მაინც აწარმოებენ და მოსახლეობას წყალმიწოდება უახლოეს დღეებში აღუდგება. სოფელ ტაზაკენტს და მიმდებარე სოფლებს იქით ემსახურება რუსთავწყალი. რუსთავწყალი დამოუკიდებელი კომპანიაა, მოგებაზე გათვლილი შესაბამისად და მოსახლეობისგან იღებს მოსახურების ფულს, წყლის მიწოდების ფულს. იქ არის შეპესე ალიევ ნიზამი, რომელიც ურთიერთობას სამართლებრივ საფუძვლებზე ალბათ აგვარებს მოსახლეობასა და რუსთავწყალს შორის ეს პიროვნება რა მიზეზებით ვერ გეტყვით, რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილია მომსახურების დავალიანება. შეთანხმება დავალიანების გადავადებაზე სიტყვიერი შეთანხმება მოლაპარაკების დონეზე გადაწყვეტილია რუსთავწყალთან, რომ მოხდეს აი ამ დავალიანების დროში გადანაწილება. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. ითხოვენ რაღაც გარკვეული რაოდენობის თანხას, რომლის გადახდაზეც მოსახლეობა თანახმაა და მოსახლეობა ამაზე თანახმაა, რომ 5 წლიანი გადანაწილება მოხდეს დავალიანების და ეტაპობრივი გადახდა. ამისთვის ახლა ვამზადებთ ჩვენ წერილს და ალბათ უახლოეს დღეებში ვმუშაობთ ჩვენ მაგ საკითხზე და უახლოეს დღეებში ახლა თქმა იმის, რომ ჩვენი მოსახლეობა უყურადღებოდ გვყავს, არ შეიძლება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რუსთავწყალი არის დამოუკიდებელი კომპანია, ჩვენი სტრუქტურული რომელიმე ერთეული ამ სოფელს არ ემსახურება, შესაბამისად, აი ეს გზები მოვძებნეთ და უახლოეს დღეებში ალბათ გადავწყვეტ ამ პრობლემას. ამ ეტაპზე წყლის გარეშე დარჩენილია მარნეულის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი: აზიზკენტი, ჰაჯილარი, ალგეთი და თაზაკენტი. ბრიტანეთის საელჩოსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობით ევროპის კვირეულის ფარგლებში დაიწყო პროექტის დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოში განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ბრიტანელმა ექსპერტებმა დღეს მარნეულის სასურსათო ქარხანა დაათვალიერეს. გაეცნენ სურსათის დამზადების ტექნოლოგიებს და ქარხნის ხელმძღვანელობას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ჩვენი დღევანდელი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მარნეულის სასურსათო ქარხანაში გულთბილად მიგვიღეს. მოვინახულეთ ასევე ის ადგილი, სადაც უშუალოდ სურსათის წარმოება ხდება. მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ აქ ვიქნებით. აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესებში. აქაურებს ბრიტანულ გამოცდილებას გავუზიარებთ, განსაკუთრებით სურსათის უნებლობისა და კვების ტექნოლოგიების კუთხით. მოვინახულეთ მარნეულის გადამამუშავებელი ქარხანა, საკონსერვო ქარხანა, ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც დაკავებულები არიან სურსათის უნებლობის საკითხებზე, სურსათის ტექნოლოგიების საკითხებზე, ისინი ჩამოვიდნენ, რათა შეისწავლონ ჩვენი შესაძლებლობები და ასევე გამოცდილება გაუზიარონ ადგილობრივ მწარმოებლებს და ჩვენს მოქალაქეებს. ასეთივე შეხვედრა გაიმართება, გუშინ ვიყავით მისაქციელში მცხეთაში, გაიმართება ასევე კახეთში, გვაქვს ასევე დაგეგმილი მცირე და საშუალო მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა და მიზანი არის გამოცდილების გაზიარება. ეს არ არის ერთჯერადი პროექტი გაგრძელდება. ასევე ამას მოყვება ქართველი ფერმერების და ბიზნესმენების ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, მას შემდეგ რაც უფრო კარგად გავეცნობით ერთმანეთის ინტერესებს.